ნაძალადევის რაიონში ძველი ავარიული შენობის ნაცვლად 53 საბავშვო ბაგაბაღის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ბაღი 14 ჯგუფზე იქნება გათვლილი და 400-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. პროექტის მიხედვით შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურება, ადაპტირდება შეშემოპირებისთვის, ასევე გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. 53 ბაგაბაღის მშენებლობის დასრულება მომდევნო წლის სექტემბერში იგეგმება. მომდევნო წლის შემოდგომაზე, როდესაც ახალი საამზრდელო პროცესი დაიწყება, ბაღი უკვე დასრულებული უნდა იყოს, უნდა შეეძლოს პატარების მიღება. ახალი ბაღი 450 პატარაზე იქნება, ბავშვზე იქნება გათვლილი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაო, ეზოს მოპირკეთება, 2 ფლიგელი შენდება, ადაპტირებული იქნება შეშმოპირთათვის და ყველა დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. 2020 წელს აქ იყო ავარიული შენობა, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. შარშან დაიწყო ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც უკვე 450-მდე აღსაზრდელს მოემსახურება 14 ჯგუფზე. ეს არის გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად პასუხი. ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად ვითარდება დედაქალაქი და შესაბამისად საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწყობაც.